საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. სინოპტიკოსების ვარაუდით, ცხელი დღეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15 აგვისტომდე შენარჩუნდება. რამდენჯერმე იწვიმებს კიდეც. თუმცა ჰაერის ტემპერატურა არ დაიკლებს და 37-დან 40 გრადუსამდე იქნება. მედიკოსები კი მაღალი სიცხეების დროს მოსახლეობას ურჩევენ მზეზე ყოფნას მაქსიმალურად მოერიდონ და რაც შეიძლება ბევრი სითხე მიიღონ. უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ ცხელი და უმეტესად უნალექვამიდი იქნება, რაც გამოწვეულია სამხრეთ რაიონებიდან ცხელი ჰაერის მასების გადმონაცვლებით. საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34-39 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდები. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, დღევანდელი მონაცემებით 10 აგვისტომდე უმეტესად უნალექვამიდი და ცხელი ტემპერატურები შენარჩუნდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. უცხოელი პედაგოგები დღეს პირველ სემინარს დაესწრნენ, რომელიც განათლების სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა. პირველი დღე გაცნობითი ხასიათის იყო. ისინი დღესვე დაათვალიერებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს. უცხოელი პედაგოგები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამის ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად ფარგლებში. ახალი სასწავლო წლიდან ქართველ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. ინგლისური ენის 50 სპეციალისტი საქართველოს სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდება. წლის ბოლომდე საერთო ჯამში 500-მდე პედაგოგი ჩამოვა საქართველოში. შაბათს იგეგმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ღონისძიება, სადაც მათ შეხვდებათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი დიმიტრი ჩაშკინი, ასევე მათი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენენ ისინი. ამის შემდეგ ორშაბათს საღამოს ჩვენ მიყვავს ქუთაისში, სადაც ჩაუტარდებათ ერთკვირიანი საორიენტაციო ტრენინგი. ესენი იქნება მეთოდოლოგია, ქართული ენის ასე ვთქვათ მოკლე კურსი, ძალიან დაინტერესებულები არიან ქართული ენის შესწავლით, ასევე კულტურათა შორისი განსხვავება და უსაფრთხოების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მივაწვდით. ძალიან მიყვარს სწავლა და ეს იყო საუკეთესო პროექტი იმისთვის, რომ ამ კუთხით გამეგრძელებინა ჩემი მოღვაწეობა. ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება მაქვს და ახლაც სიამოვნებით გავაგრძელებ ამ საქმეს. უნივერსიტეტში ჩემი ძირითადი საგნები გეოგრაფია და პოლიტოლოგია იყო და საქართველოსაც ინფორმაცია აქედან მქონდა, თუმცა საქართველოში პირველად ვარ. და მსოფლიო ამბები. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პაკისტანში წყალდიდობის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. წვიმებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდინარეების ადიდება გამოიწვია, განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პროვინციები. ათასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. დაზარალებულებისათვის ჰუმანიტარული დახმარება სამხედრო ვერტმფრენები ჩაიტანეს, თუმცა არასაკმარისად. ჩინეთის სამხრეთ რაიონში წყალდიდობის და მეწყერის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაკარგულად ითვლება. კუპისპირულმა წვიმებმა და მეწყერმა ჩინეთის 8 რეგიონი დააზარალა. სტიქის რაიონებიდან 1,5 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. ზარალი წინასწარი ინფორმაციით $1 მილიარდ აღემატება. და წლის ქორწილი ნიუ-იორკთან ახლოს ბილ და ჰილარი კლინტონების ქალიშვილი ჩელსის ქორწილი გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება. ჩელსი კლინტონი ბანკირ მარკ მეზვინსკიზე დაქორწინდა. ვამაყობ, რომ ჩელსისა და მარკის ქორწინებას ოჯახურ გარემოსა და ახლობელი ადამიანების წრეში აღნიშნავთ. თქვამია ბილ და ჰილარი კლინტონების განცხადებაში. საქორწინო ცერემონიას 400-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის ჟურნალისტებმა ისეთი ცნობილი სახეები აღმოაჩინეს, როგორებიც არიან მოდელი ვერა ვონგი, მსახიობი ტედ დენსონი და ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი. გუშინ იმიჯ ცენტრმა ახალი პროექტი წარმოადგინა Fashion Weekend-ზე. იმიჯ ცენტრის მოდელებმა ცნობილი ბრენდის ედრესის კოლექცია წარმოადგინეს. Fashion Weekend-ი სისტემატიურად ჩატარდება. Aplodismentები კიდევ ერთხელ მშვენიერ
წარადგენს ახალ პროექტს, რომლის სახელწოდებაა Fashion Weekend-ი. ეს პროექტი გახდება სისტემატიური და მისი ძირითადი მიზანია ცნობილი ბრენდების წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის და დღევანდელი საღამოს განმავლობაში Image Center-ის 20 გოგონა და 15 მამაკაცი მოდელი კომპანია Edress-ის სხვადასხვა ბრენდების კოლექციებს წარუდგენენ საზოგადოებას.